თორნიკე სხუიტარიძემ 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის დასრულების შემდეგ რამდენიმე წუთის წინ დაატოვა ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორი. მას გარეთ მეგობრები, ოჯახის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და აქციაზე დაკავებული სხვა პატიმრების ოჯახის წევრები ელოდებოდნენ. ზაჰესის იზოლატორთან ისმოდა შეძახილებით ცეცხლი ოლიგარქიას და თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. სხუიტარიძე ამბობს, რომ დაშინების მცდელობა, რომელიც აქვს ქართულ ოცნებას, ნამდვილად უკვალოდ ჩაივლის და ამის თქმის საფუძველს მას აძლევს იმ ადამიანებთან ერთად გატარებული დრო ადმინისტრაციულ პატიმრობაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო რიგ შემთხვევაში ან ფეირვერკის როლის გამო ასამართლებს, ან იმის გამო, რომ ქართული ოცნების დეპუტატს, კონკრეტულად კი მარიამ ლაშხს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. საუბარია ახალგაზრდა სტუდენტ გოგონაზე და 23 წლის ბიჭზე, რომელიც ფეირვერკის როლის გამო დააკავეს. თორნიკე სხუიტარიძე ამბობს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რა ბერკეტები არ უნდა გამოიყენონ მის წინააღმდეგ და მისი თანამებრძოლების წინააღმდეგ, ყველა გააგრძელებს ბრძოლას იქამდე, სანამ თითოეული აქციებზე დაკავებული პროევროპული ადამიანი არ იქნება თავისუფალი და ყველას არ მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი პოლიტიკური პოზიცია ღიად დააფიქსიროს. თორნიკე სხუიტარიძეს და ანი ქავთარაძეს კოალიცია ცვლილებების წევრებს ედავებოდნენ პოლიციელი მირიან ქავთარაძის სიტყვიერ შეურაცხყოფას. ეს მოხდა მაშინ, როდესაც საბა სხუიტარიძის საქმეზე, თორნიკეს ძმის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა მირიან ქავთარაძე, როდესაც ტოვებდა სასამართლოს, მას გარკვეული შეძახილები ესმოდა მოქალაქეების, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ მან სრულჩვენება მისცა, თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ თორნიკე სხუიტარიძე იმ დროს, როდესაც მირიან ქავთარაძე სასამართლოს ტოვებდა, ისევ სასამართლო დარბაზში იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, საქალაქო სასამართლო მის მაინც ადმინისტრაციულ სამართალდამტყოვად გამოაცხადა. მირიან ქავთარაძის რაღაც ახირების გამო ვიჯექი. მე ასევე ხლა საბა, რომელიც ფეირვერკს მოუკიდა ბიჭი, ჩემთან ერთად ერთადვის ვიჯექით იქ და ძალიან გახარებული იყო, იმიტომ რომ მარტო იყო ის დღები, ეხლაც მარტო დარჩა და ეწყინა ჩემი გამოსვლა თან გაუხარდა. ლიკასაც ხედავდით სასეირნოთ და ცოტა გვიხაროდა ერთმანეთის დანახვა, მოკლედ ფანჯარაზე ვძრებოდით, საყვედურს ვიღებდით, მაგრამ არ გვაინტერესებდა. კი, ერთმანეთს სულ ვამხნევებდით და ცოტა გადაძახილებიც ჰქონდა ერთმანეთში. საბამ დამაბარა, რომ გამოვდიოდი, რომ კობახიზეს ველოდები თანამესაკნეთა. ესე ბრძოლით და ბრძოლისთვის გამოვედი გარეთ. ყოველთვის ვიბრძოლებ და არ გავჩერდებით არასდროს. ცხოვრებაში ალბათ არ მეგონა თუ ამდენი ძალა მქონდა და ჩემი თავი ამყავდა გამოცდილი და გამომცადა ქავთარაძემ. და ყველაფერზე ყველა კანონიერად კანონის პარგლებში აგებს პასუხს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ერთი შვილი სასტიკად აწამეს, მაინც მინდა მიუმართოს უყველას, რომ ჩვენ მაინც ერთი ქვეყნის შვილები ვართ, 90-იანები გადავიარეთ უკვე, ჩვენ ეს პერიოდი გქონდა და აი ამ პერიოდს უკვე ნუღა გავიმეორებთ. ეს არის აბსურდის თეატრი, რეჟიმის ერთ-ერთი გამოვლინება, სადაც ის ცდილობს, რომ შეაშინოს პოლიტიკოსები, აქტივისტები, ახლა უკვე მსჯავრდებულების გზას გაუყენოს, ასე ვთქვათ, ის ადამიანები, რომლებიც აქტიურობენ ამ ყველაფერში და დაშინების მცდელობა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ხედავთ, რომ არავინ არ შინდება. აი შესაძლოა ყოველთვის აქვს ხოლმე არგუმენტი, როცა პატიმრობაში გვიშვებენ ადამიანებს, რომ აი გამოსწორდება და ჭკუას ისწავლის, თუმცა რავი, ბევრჯერ შევსულვართ, გამოვსულვართ, მაგრამ ჭყალებში ჭკუა არავის არ გვისწავლია. პირიქით უფრო გვაბრაზებენ და უფრო მეტ მიზეზებს გვაძლევენ, რომ ვიბრძოლოთ და გავაგრძელოთ ბრძოლა ქუჩაში. აგერ თორნიკეც გამოვიდა ახლა და არ მგონია თორნიკესთვის 5 დღე რამის შეაფერხებელი ყოფილიყო თან იმ შემთხვევაში, როცა ძმა ყავს ციხეში და მისი თავისუფლებისთვის იბრძვის. ძმები საბა და თორნიკე სხუიტარიძეები ერთი პოლიციელის მირიან ქავთარაძის გამო დააკავეს. თორნიკე სხუიტარიძე ახლა თავისუფალია, თუმცა მის ძმას პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ასამართლებენ და მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.